ახურაძე ბათუმიდან მადლობა ნატა. სპორტის სამინისტროში მისულ ლუკა კურტანიძეს დღეს მოჭიდავეებმა კვერცხები დაუშინეს. შენობაში შესვლა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მხოლოდ პოლიციის დახმარებით შეძლო. მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად მოჭიდავეები უარს აცხადებენ ვარჯიშის გაგრძელებაზე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. Დიმა უბოლოძესთან ერთად გავაგრძელებთ ახლა ამ თემაზე საუბარს. დიმა, რა პრეტენზიები აქვთ მოჭიდავეებს ლუკა კურტანიძესთან და როდის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭო? საგამ ჭიდაობისა ძალიან არასასიამოვნო სიტუაცია შექმნილი ჭიდაობის ფედერაციაში და ერთი შეხედვით გამოსავალი არ ჩანს. რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო და უფრო მეტად იძაბება სიტუაცია. მხარეები კომპრომისზე წასვლას არაპირებენ, კურტანიძე გადადგომას არაპირებს და პროტესტის ფორმა კი მოჭიდავეების მხრიდან, რომლებიც კურტანიძესთან ერთად ხარდახარ წლები ამოდიან, აბსოლუტურად მიუღებელია. ზოგადად სიტუაცია ერთი შეხედვით არის ჩიხი შესული და თითქოს ითხოვს უკვე სახელმწიფოს რადიკალურ ჩალევას, რასაც საერთაშორისო ჭიდაობის ფედერაცია ნამდვილად არ მოიწონებს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა რეპორტაჟი საკმაოდ ვრცელი და შემდეგ დავუბრუნდეთ ეთერში. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კვერცხების სროლით და შეძახილებით სამინისტრო შენობასთან მოჭიდავეები დახვდნენ. სპორტსმენები პრეზიდიუმის ხტომაზე დასრებას და კურტანიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. სამინისტროსთან 200-ზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული. მე დავით გობეჯიშვილს არ ეკადრება იმ ოჯახში ყოფნა, რომელი ოჯახის ხელმძღვანელიც ბატონი ელდარ კურტანიძე არის. მშნელებს აქვთ პრეტენზია, ყველას პრეტენზია აქვს, აგერა რამდენი მოჭიდავე არის. ერთი მაგის მომწე, აჩვენეთ რომელია. პრეზიდიუმის ხტომის პარალელურად სამინისტროსთან არ დაშლილან მოჭიდავეები. მათ ნაწილს კურტანიძის პოზიციის მხარდასაჭერად მისულ სოსო ჯაჭვლიანთან შელაპარაკებაც მოუხდა. პოლიტიკურად არ მიიღოთ, სააკაშვილის დროს ამას ვერავინ ვერ გაბედავდა. ჭიდაოები განცხადებას გაკეთდა, ითქვა რომ მოვისმინე რომ ნაციონალების დროს ვერ გაბედავდით ამ რაღაცას. აი პირდაპირ ვიძახი. ვერავინ ამ რაღაცას ვერც გვაკადრებდა და არც გაგვიბედავდა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა სამინისტროს ტერიტორია. მოჭიდავეების მოთხოვნების მიუხედავად კურტანიძე თანამდებობაზე რჩება. სახელმძღვანელო, რომელთაც შეიძლება რომ მიიღოთ რომელი პუნქტი დაარღვია, ის პუნქტი წარუყენოთ ლუკა კურტანიძეს, რომ ეს დაარღვია და ამიტომ შეიძლება რომ საკითხი დადგეს გადაყენებაზე და კიდე მოვლების შესრულებაზე. ჭიდაობის ფედერაციას დაევალა ერთი თვის განმავლობაში შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რაც აწუხებს ჭიდაობის საზოგადოებას და წარმოუდგინოს პრეზიდიუმს საქმის გადასაწყვეტად. ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით მოჭიდავეები უკმაყოფილოები არიან. ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები ფედერაციის ხელმძღვანელს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან მწვრთნელების გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მე ველოდები რომ გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ჭიდაობაში ხდება და სპორტში ხდება საერთოდ. მინისტრი ყველანაირად ცდილობს რომ დაარეგულიროს ეს კონფლიქტი. ბიჭების გულის ტკივილია ეს ყველაფერი. მე კიდევ მაგ მოთხოვნაზე ვარ რომ გაადადგეს რა არ არის აქ დასარჩენი. ვარჯიშს არ გადაგზავნე, სანამ მე გარწავა. ანუ ეს ორი თვე ვარჯიში არ იქნება? ორი თვე მალევე მოხდება ეს ყველაფერი, ორი თვემდეც არ იქნება. უნასასწრაფოდ მიიღონ ზომები ყველამ რომ მალევე ძალიან მალევე გააკეთონ ეს ცვლილება. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სპორტსმენებს პროტესტის შეწყვეტას ურჩევს. მინისტრის ინფორმაციით გადაწყვეტილებას კურტანიძის შესახებ პრეზიდიუმის მომავალ ხტომაზე მიიღებენ. სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ზედამხედველობას განახორციელებს ფედერაციისას და პასუხისმგებლობა გადანაწილდება ფედერაციის პრეზიდენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის. დღის ბოლოს კომენტარი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმაც გააკეთა. კურტანიძე ამბობს, რომ ის არცად წასვლას არ აპირებს. არ ვაპირებ და ვერასოდეს ვერ შევეგუები იმას, რომ უსამართლო ცილისამებრული ბრალდებების და გამო ვინც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები, აპელირება გააკეთონ იმაზე, რომ ჭიდაობის ფედერაციამ რამე დააკლო ვინმეს. დაპირისპირება კურტანიძესა და მოჭიდავეებს შორის წინა კვირას დაიწყო, როდესაც მწვრთნელებთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი. სპორტსმენებმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს კარი აუჭედეს.
კარების საჭედვა, კვერცხების სროლა, ლუკა კურტანიძის შეუვალი პოზიცია, არანაირი კომპრომისის ძებნის ცდელობაც კი არ ჩანს. ჯერჯერობით ორი თვე მოჭიდავები ვარჯიშს არაპირებენ, რაც სავალოს შედეგებამდე მიგიყვანს. ერთ შეხედვით თქოს ყველაფერი მარტივია. კურტანიძემ ფედერაციის პრეზიდენტმა ფედერაციამ ყველა პირობა შეუქმნა მოჭიდავეების ნაკრებ გუნდებს, მათ მედლები ვერ აიღეს, მიიღო ფედერაციამ გადაწყვეტილება მსვლელების გადაყენების. ამას მოყვა ძალიან დიდი ჯგუფის და ცნობილი მოჭიდავეების უკმაყოფილება და ეს ალბათ ეს ყველაფერი შეიძლება კარების საჭედვის და კვერცხების სროლის გარეშეც მოგვარდეს და ლუკა კურტანიძეებს უნდა აიღოს საკუთარი პასუხისმგებლობა ალბათ შექმნილ სიტუაციაზე. იმედი ვიქონიოთ რომ კომპრომისი მოიძებნება, ვინაიდან ქართული ჭიდაობა ზოგადად ძალიან ზარალდება იმით, რაც დღეს ხდება. ორი თვის ვარდაში უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მოჭიდავეები ამ დროს ვარჯიშს არაპირებენ, ასე რომ სასწრაფოდ არის საჭირო რაღაც გამოსავლის პოვნა. მადლობა.